მოგესალმებით ეთერშია სტასო ტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგეცნობთ. მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. პრესამსახურის თანახმად დებატები გაეროს გენერალური მდივნის და გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტის გამოსვლებით გაიხსნა. ღონისძიებაზე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ინდონეზიის პრეზიდენტმა პრაბოვო სუბიანტომ, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სხვა სახელმწიფოების ლიდერებმა. გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის თემა ერთად უკეთესია 80 წელი და მეტი მშვიდობის განვითარებისა და ადამიანის უფლებებისთვის. ასევე პრესამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ყაველაშვილი სიტყვით გამოვა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღეს აქვს ღრმა ეროვნული და სიმბოლური დატვირთვა. დღეს ვხსნით ჩვენი გამორჩეული მეფის ერეკლე მეორის ძეგლს. საუბარი ზედმეტია იმაზე, თუ რამხელა წვლილი აქვს შეტანილი ერეკლე მეორის ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ერეკლე მეორის ძეგლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ერეკლე მეორე იყო პატრიოტიზმისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო და ხელისუფლების ვალია. სათანადო პატივის მიგება საქართველოს ამ გამორჩეული მეფისთვის. ჩვენს დედაქალაქს ჭირდება შემდგომი გალამაზება, გამწვანება, განვითარება და დღევანდელი დღეც არის ზუსტად დედაქალაქზე ზრუნვის გამოხატულება და ამისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის თბილისის მერ კახა კალაძეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს ერეკლე მეორის ძეგლი იქნება კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ პატივს ვცემთ და ვუფრთხილდებით ჩვენს ეროვნულ იდენტობას, ჩვენს ფესვებსა და ისტორიას, განაცხადა პრემიერმა. ყველაფერზე არიან წამსვლელი, ოღონდ ძალაუფლების რაღაც მისხალი მიიღონ. წავლენ სისხლზე, ძალადობაზე, ნგრევაზე, რაც ჩვენ ვნახეთ მათი მმართველობის დროსაც, როცა ეს მომღერალი ადამიანი იმ ხელისუფლების ნაწილი იყო, რომელმაც საქართველოში წამების სისტემა შექმნა და დღეს საღლიცინოდ აქვს საქმე. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, რომელიც სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირება, ბლოკირების შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილ წევრ გოგა ხაჯიძის განცხადებას შეეხებოდა. მისივე თქმით, ეს განცხადება არასერიოზულია და რაც მთავარია, თავის თავს წარმოაჩენენ არასერიოზულად. ცნობისთვის, გოგა ხაჯიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც აღნიშნულია, რომ 10,000 ორგანიზებულ მიზანმიმართულ ადამიანს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულების თუ ინფრასტრუქტურის ფიზიკურად პიკეტირება, ბლოკირება. გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პეტერ სიიარტოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს. შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის, როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ ექსპერტულ დონეზე. აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით. ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას. ნათქვამია ინფორმაციაში. ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ნოელ ბაროს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მინისტრებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს და იმედი გამოთქვეს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ გამოწვევებს და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. მაკა ბოჭორიშვილმა ფრანგ კოლეგას საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. ნათქვამია ინფორმაციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით 2004 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლები რმ დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით იგ მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.
თბილისში ლოტკინის დასახლებაში აფეთქება მოხდა. შემთხვევა სავარაუდოდ გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინტერპრეს ნიუს განუცხადეს, მომხდარის შედეგად ერთი ადამიანია დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით. სისხლის სამართლის კოდექსის 240 და 240 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო. თბილისის განვითარების ფონდმა ჩუღურეთის რაიონში წინამძღვრიშვილის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია დაასრულა. აღნიშნული შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პრესამსახურის თანახმად რეაბილიტაციის შემდეგ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ 80-მდე ბინათ მესაკუთრეს საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა, ხოლო თბილის ტურისტულ მარშრუტზე კიდევ ერთი აღდგენილი და განახლებული შენობა შეემატა. დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერმა შესრულებული სამუშაოებისთვის თბილისის განვითარების ფონდს, პროექტის ხელმძღვანელობისთვის კი მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს მადლობა გადაუხადა. მან მადლობა ასევე გადაუხადა ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში მუნიციპალიტეტმა ქირით უზრუნველყო. ტაბახმელეში თრიალეთის ქუჩის მიმდებარე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. დედაქალაქის მერიის ცნობით კომპლექსის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 5000 კვადრატული მეტრია, საერთაშორისო სტანდარტებით მოიწყო საფეხბურთო და საკალათბურთო მოედანი. განთავსდა 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება ტაბლო და საპარკინგე სივრცე, ხოლო პადელის 2 მოედნის მოწყობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს. შესრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან და მერის მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე აშენდა ადმინისტრაციული კორპუსი, რომელიც 45 პერსონაზეა გათვლილი და მოიცავს 4 საძინებელს, სველ წერტილებს, სასადილო ოთახს, გასახდელს, სამსაჯო და სამედიცინო ოთახს. ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. კომპლექსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო, რისთვისაც მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. აღნიშნული ინფრასტრუქტურით სარგებლობას საფეხბურთო სკოლები შეძლებენ. საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები და შესაფუთი მასალა ამოიღეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მესამე ნაწილის აქვე პუნქტით და 260 კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის აქვე პუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 20 წლამდე უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. ნათქვამია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთმა უკრაინას 152 დრონით შეუტია. უკრაინელებმა 126 დრონი გაანეიტრალეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე თაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით დარტყმა 26 დრონით 7 ლოკაციაზე დაფიქსირდა. განადგურებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენა კი 2 ლოკაციაზე. 24 სექტემბრის ღამეს რუსული ძალები თავს დაესხნენ ხარკოვის, კრამატორსკისა და ნიკოპოლის ტერიტორიებს დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებში. ხარკოვში საცხოვრებელ უბნებს 18 დრონით შეუტიეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი შენობები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ღაზაში ომს დავასრულებთ. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ღაზას სექტორის საკითხზე არაბული და მუსლიმური ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრისას განაცხადა. ჩვენ გსურს, რომ ღაზაში ომი დასრულდეს, ჩვენ მას დავასრულებთ. შეიძლება ეს ახლავე შევძლოთ. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან უნდა დავასრულოთ ის, რაც არასდროს უნდა დაწყებულიყო, განაცხადა ტრამპმა. შეხვედრა საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარის, ეგვიპტის, იორდანიის, თურქეთის, ინდონეზიისა და პაკისტანის ლიდერები ესწრებოდნენ. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზას საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა, რომ შეხვედრა ნაყოფიერი იყო. ტროპიკული ციკლონის სუპერ ტაიფუნ რაგასასგან გამოწვეული ძლიერი წვიმების გამო ტაივანში ტბა ადიდდა, რის შედეგადაც სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა. ტაივანის სახანძრო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ჰუალიენის ოლქში, სადაც ტბა ადიდდა, 124 ადამიანი დაკარგულად ითვლება. რაგასას მიახლოების გამო ჰონგ-კონგსა და სამხრეთ ჩინეთის ზოგიერთ ნაწილში საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლება მინიმუმ 10 ქალაქში სკოლები და ბიზნეს ობიექტები დახურა. ჰონგ-კონგში სასწავლო პროცესი სამშაბათიდან შეჩერებულია. ამასთან სამშაბათს საღამო
რომელთაგან ჰონგ-კონგიდან ფრენები არ განხორციელებულა. პრევენციულ ზომებს ახორციელებენ გუანდუნის პროვინციის სხვა რამდენიმე ქალაქშიც. პოლონეთის პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის განცხადებით მისი ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონის შეჭრა რუსული იმპერიალიზმის მაგალითია. როდესაც რუსეთმა საქართველოზე თავდასხმა განახორციელა, ყოველთვის ნათელი იყო, რომ ეს კრემლის ახალი იმპერიალიზმის მხოლოდ დასაწყისი იყო. სამწუხაროდ, ისტორიის ქარი, რომელიც პოლონეთში ასე კარგად ვიცით და გვესმის, ისევ იწყებს ქროლვას. განაცხადა ნავროცკიმ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე. მისი თქმით, პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრა დამთხოვა არ ყოფილა. მისი თქმით, ამ ინციდენტმა პოლონეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად აიძულა ცეცხლი გაეხსნა მტრის ობიექტისთვის და დარწმუნებული იყავით ქალბატონებო და ბატონებო, როგორც შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და პოლონეთის პრეზიდენტი, რომ პოლონეთი ყოველთვის ადეკვატურად მოახდენს რეაგირებას და მზადაა დაიცვას თავისი ტერიტორია, განაცხადა ნავროცკი. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.